დღეს ჩვენი შოუს სტუმარი გახლავთ ოქროს ადამიანი, როგორც საქართველოში ამბობენ, მოდელი, მის საქართველო, ტელეწამყვანიც, მსახიობიც კი ირინა ონაშვილი. ვიცი რომ გამარჯვე, ვიცი, ეთეკი ესეთი ლამაზი სტუმარი რომ შემოდის შოუში და მხოლოდ იმით რომ იფარგლები რომ მუშტის მე ვიცავ ყველანაირ რეგულაციებს საერთოდ. გარდა იმისა რომ ლამაზი ხარ და მშვენიერი და ყველა ნახვაზე კიდევ უფრო და უფრო რა. კარგად, ძალიან დიდი მადლობა რა. ისა ირინა ბოდიში ისა ვანიკო გაიცანი ვანიკო და ნიკა გრიგოლია ვანიკო თანაშმული გაიცანი ჩემი მეგობრები არიან ჩემი მეგობრები ძალიან კაი ადამიანები არიან სხვა შორის შეგვიძლია მოეშვა თავი საჯიშე ქართველები სახში ისე იგზნო ხო როგორც ეგრეთ წოდებული საჯიშე ქართველები იგივე ჩიპი დეილი იგივე დოლჩე გაბანა მოკლედ მე ბევრი ზედმეტ სახელი აქვს მაგრამ თავარი რომ კაი ადამიანები არიან ნუ შენზე დამოუწდა რომ ბოლოში მე თქვა დაუბრალოდ კარგი ადამიანი ირინა ონაშვილი თუმცა მაყურებელს მე მინდობ ხო რამდენი რამე ღირსება ჩამოთვალე მისი და ესე მითხრა რომ უბრალოდ გამომაცხადე როგორც ირინა ხო რა ესე მარტო რანამუსით გამეკეთებინ ეს უბრალოდ ირინა ონაშვილი სხვა რა ხარ პროსტა მარია ვერ გავიდა გახსოვთ პროსტა მარია იცი რა ვაკვირდები ირინაში რამდენმა წელმა გაიარა უკვე როდესაც მის საქართველოს ტიტული მოიპოვა და იმის შემდეგ აი დაამუღამა მისობა და ნახე რა აი ყველა ეტაპზე უფრო და უფრო როგორი მშვენიერია ხო რო იცოდე ზედმეტი ხო არ მოგდის ირინა ნიკას თავისი ტერმინოლოგია აქვს მე გადაგ მისობაში გულისხმობს რომ ანუ შენ დაამუღამე შენი იმიჯი ანუ მისობა არა ნიკა ვიცი რასაც გულისხმობს ეხლა უფრო ეხლა აი მე როგორ ვიყარხარ როგორ გამოიცანი თვითონ აი მიუხედავად იმისა რომ ესე გავაკეთეთ და ასე შემდეგ შენთან უკვე უსაფრთხოა იმიტომ რომ როგორც ვიცი აცრილი ხარ კი ორჯერ ორივე ანუ შენი 1%-ში შედიხარ საქართველოს მოსახლეობის ვინც ორივეჯერ აცრილი სამწუხაროდ ერთში ხოლოდ შენ არა მარტო ამიტომ შედიხარ მოსახლეობის 1%-ში მაგრამ ნუ ესეც მაგრამ ეხა მინდა რომ რაღაც ჩემ თავზე ვმუშაობ რომ ძალიან გავთამამდი და ანუ ხო ცოტა უნდა მოიცა რას მეუბნები ანუ 10 რამაც აღარ გაგვათამამო 10-ით აღარ გავთამამდით არა იმიტომ რომ ხომ არსებობს ფაქტები ხა ეს კარვიც მაგრამ არსებობს ფაქტები რომ აცრილი ორჯერ ორი დოზით აცრილი ადამიანებსაც ხვდებათ კოვიდი და ამიტომ იშვიათად მაგრამ არის კი რაღაც ალბათ 100 ადამიანიდან 5-ს ხო მაგრამ ის მომენტი არ გაქვს რაღაც უპირატესობის შეგრძნება რომ დადიხარ და აი აცრელი ხარ გაი არა უფრო მეტიც აი ხა იმ დღეს მაგალითად რაღაცერთ გავაპროტესტე რომ ვინც არ ხართ აცრელები იმას მაგაიკეთეთ პირბადე რა ორჯერ იმიტომ ავიცარი რომ კიდე ესე მედოს თქო ეს პირბადე აღარ მინდა ხო აი რა არის აი მე მინდა რომ მიმართო საქართველოს ხელისუფლებასაც ასეთ ადამიანებს პირბადე არ უნდა ეკეთო სახეს მოამალინებთ რა ვის სახეს მალავთ შარიმა აი ვისარგებლებ თქვენი ეთერით და აი მინდა რომ რა თუმცა ეთერით სარგებლობის საშუალება თავადაც აქვს და გითხარი რა ხდება ხო რა ხდება შენსკენ ძალიან საინტერესო ახალი გამოწვევა ჩემი ასე ვთქვა წამყვანის ამპლუაში წარბზდექი მაყურებელი ვიხარია რომ ჩვენ სფეროსაც სხვათა შორის ძალიან მართლა ყოველთვის მინდოდა ну რა თქმა უნდა იმიტომ არა რომ რაღაც ამბიციები მაქვს რომ რაღაცა რაც ისედაც არ გაქვს ანუ რაღაც გონია რომ ამ ფორმატის გადაცემას ჩემი ყველაფრის რაღაცა მოვუხდებოდი და თავდაბლობის იმას ჩაუწიეთ ძალიან დაწეული და რომ მივიღე შემოთავაზება ჩემი პროდიუსერისგან თეასგან ძალიან გამიხარდა მაგრამ იყო რა თქმა უნდა სირთულეები და სხვათა შორის ეხლაც აი არ ვიცი თქვენთვისაც მინდოდა მეკითხა ანუ აი ეს ეხა გააქვთ თუ აი რაღაც მაინც დაპირი ეთერი უფრო სხვა იცი რა არის ანუ ნახე მაგალითად მე გეტყვი სანამ ჩვენ შემოვალთ იქ რა ხდება დაახლოებით აი ჩვენ გვაქვს რიტუალი სამაია მოდი ჯერ სამაია ვანახოთ ჩვენ როგორ ვიხსნით რიტუალს გამოსვლის წინ როდესაც ჩვენი ეს ირთვება მუსიკა ჩვენ გამოსვლის წინ ამ რიტუალს ვასრულებთ კი იქ ახლა კიდე სანთლებია ქვემოთ დანთებული მაგას აღარ ვამბობთ აი ეს ჩვენი სამაია შვეძა რაღაც არანორმალური ზალა არანორმალური რა შვება თავბრუ გეხვევა და ესე შემოდი და მე იმიტომ ვარ თხოვნ ეს სულელებს რო ვიძახი კი არ ვიცი ჩვენ ესე ვიცი რამდენად გამომადგება მაგრამ იღელვას თუ მომიხსნის კაი არა რაც აი მაგალითად ვანიკო როგორ დადის იცი
სანამ გამოვა. სანამ გავა. ნერვიულო? კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მღელვარება იქ. ეგ მეც. და თუ გაგიქრება, მაინც და მაინც კარგი არ არის. კარგი არ არის, ხო, ეგ მეც. ტერმინოლოგიას როგორ შეეცვლება? ხო, ნუ აი ძალიან რთული იყო, მაგალითად აი რაღაცა უცებ, აი რაღაცა პერეკლიჩკა ნიუსთან თუ რაღაცა მასთან რა უნდა გადავდივარ. სახიობასთან მიმართებაში, ეხლა ჩემი ტკივილი მინდა რომ შენ გაგიზიარო და თან გკითხო, ეხლა რატო? აი ვერაფრით ვერ დავიჭერებ, რომ შენც არა, ნუ გითხრა, სუსუ თავიდან, როდესაც მე შემოთავაზეს და ქალებში უნდა ითამაშო, ისეთი საშინელი კასტინგი მქონდა, რომ ეკამ შავანეზე არ მანახა, მეთქი მანახე როგორი იყო, მეთქი მე ის იმიტომ კი უთხარი, რომ მანახე როგორია, რომ მაინტერესებდა, ვიცოდი რომ ცუდი იყო, უბრალოდ მინდა რომ დამწუნებული ხარ. და ხო, რამდენად ცუდი და არ გინდა არ ნახო და მე ერთი წელი ძალიან ღელავდი ხოლმე. ნუ ჩემი გამოწვევები მქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ გამოწვევებზე მინდა კითხო. მეც ძალიან განვიცადე ზოგადად. თვითონ ძალიან მოკლე ნაწილი მქონდა ამ სცენარის საკითხული რა, სადაც ანუ არაფერი ისეთი რა განსაკუთრებული არ იყო და ნუ მე რო ჩავედი ბაკურიანში ვიყავით სადღაც 8 დღე თუ რაღაც ერთი კვირა ყველა ვარიანტში და იქ დამეწია ეს სასასულელი რო განახლებული იყო რაღაცა აი ძალიან უცნაური ისინი იყო რა სცენები აი უხერხული ცოტა ინტიმური ცოტა ანუ ტექსტში სიტყვები იყო რაღაცა აი საოცარი ჩემთვის და ნუ რაღაცების შეცვლა დავიწყე რა აი მაგალითად აი მოიცა თამამის სცენები იყო და შენურად ცოტა ეგრევე უარი რომ აი რაღაც მე მაგას ვერ ვიზამთ რაღაც და იმ მსახიობს უკვე და ითქვენ როგორ არა პრინციპში ნუ მსახიობი ხო არ ხარ და ხო მსახიობი არ ვარ მე და ვერ ვიზამს და ნუ მოკლედ ხო იყოს მე რა თქმა უნდა თელმა ამ გუნდმა ეს ჩემი დამოკიდებულება ამ სიტყვების ამ რაღაც სცენების მე რა თქმა უნდა დაიწყეს ამაზე ხატაობა და აიტაცეს და ნუ აი ბოლოს აი ყველა ვიცინოდით ამაზე და იქ უკვე სედზე რო შევიდოდი და აი რაღაცა მე აქ ძალიან სექსუალური განათება გამორთეთვეუნე მე აქ ვერ შევამ და ნუ მოკლედ ეს ყველა ვიცინოდით და აი სიტყვები რაღაცა ხო ეგრე გამოვიდა მაგრამ ერთია თვითონ რომ გადასარევი ნათამაშები ქონდა სერიალში და ეხლა ჩვენ ნახოთ გადაცემაში როგორ შოუში აზარტული ხარ უნდა კითხოთ მეც საშინელი აზარტული მოგწაგება ხო არ გიყვარს აუ ვერ ვი და არ აბა ვნახოთ მაშინ თქვენ ერთ გუნდად გაერთიანდებით ახლა ერთ გუნდში ხარ წამოდ ნიკო ლიდერბეთის ოთახში გელოდეთ ლიდერბეთის ოთახში გელოდეთ მაშასე მეგობრებო ჩვენ ვიმყოფებით ახლა ლიდერბეთის ოთახში უმშვენიერეს სტუმართან ერთად რომელიც ჩვენ სამწუხაროდ მოწინააღმდეგე გუნდშია ანუ იმის თქმა მინდა რომ შენ და ილო ხართ გუნდში და გუნდურად არის და როგორ გადაანაწილეთ აი შენ და ილო და მე და ნიკო ლამაზები და ლამაზები და საჯიშეები ლამაზები და შევერკინოთ მაშასა და მე ესე იგი ამ თამაშს ქვია შეიცან ცნობილი ადამიანი მისი ვარცხნილობით აი ესეთი მოკლე სახელია ამ თამაშს ვაუ რაში მდგომარეობს აი მონიტორზე გამოჩნდება ვარცხნილობა ჩვენ ვიცით აუცილებლად ის ადამიანი ვინც იქნება დაშიფრული და უნდა მივხვდეთ უბრალოდ ვინ არის და ვაჭერთ დასწრებაზეა აბა შეგვიძლია მეგობრებო ერთი გამამხნევებელი აპლოდისმენტები ვინა მზად ხარ აი ეს ჩიტი მოფრინოს რა მე არ წივი მეგონა ფეხბურთელია მოიცა უყურეთ მას მაინც ქართველი უნდა იყოს აუცილებლად ორი ვარიანტი მაქვს ან ნოდიკო ტატიშვილი სანამ თმებს შეიკრეჭდა ერთი ვარიანტი ან გია სურამელაშვილი ან გია სურამელაშვილი ხო დრედი არა აქვს უბრალოდ ხომ მგონი გიას თუ გია მე მგონი გია არ არის გია ჩვენ პასუხი არა გვაქვს ილოს პასუხია ნოდიკო ტატიშვილი ნახოთ ვიდეო რა იყო და ფოტო ეს გაკეთებული ფოტო არის. ეგეთი ვარცხნილობა როდის ქონდა? ამიტომ ხალხური უნდა ადევნო. კაი, შემდეგი თუ შეიძლება. შემდეგი. იცი ზუსტად? მან მე მგონია რომ ეგ არის. მე მგონი ეს არის ნიკოლას გვარამია. ოჰო! აბარა. აი ახლა იყო. ახლა თუ გინდა წავაგოთ. ეს უნდა გამოგვეცინა. და ახლა ფრთხილად გადადით შემდეგ ფოტო. ხო. ჩაუწიეთ და ისე გადადით. მე ვიცი ვინ არის, მაგრამ არ დავაჭერ. ეხა რა უცნაური.
არა, ყველას ესე აქვს თმა. ხო, მართლა ძალიან ხშირი თმა არის, მაგრამ მეც ერთი მომენტი. კაი, ჩვენ რავი. ეგ არ არის? არ მგონი. თან ახლოდა რო აჩვენებთ, ანუ თმისფერი სხვა არის და მე უკან რო გაგყავთ ის კაცი. თან ყურზე აქვს გადაწეული თმა. აი ეს. შეხედა უხერი ხარ ბიჭო შენ? შეხედა შენ ბიჭო შენ? ლაკა მგონია. ეს არის ინგა გრიგოლია. შენი აზრით არის ინგა გრიგოლია? კარგი, გვაჩვენეთ. წარმოსახვის მეშვეობით უნდა წარმოვიდგინოთ, ყური გადაწეული სახე დავირახე, ჩავსვი. აი შენ რო ისიც გეთქვა რომ ყური აქეთ იმიტოა გადაწეული თმები რომ თან მე იცი რა არის? ხო. იცი რა მე მინიშნება მივეცი გვარით. ხო. აბა? ხო, ჩვენმოც საქართველოს და ამიტომაც მე მინიშნება. ჩვენ ეთი გუდივართ. ეს არის რა თქმა უნდა გოგონა. ნახე უყურე, ნახე ნიკო. რაღაცა გვინდა ან შევთანხმდით რო გოგონა. მე მგონი შევთანხმდით რო გოგონა. ლაკით აქვს დამუშავებული. ლაკით აქვს დამუშავებული. ვინ მუშაობს თმას ლაკით? აუ ეგეთი რამდენია. მე არ ვარ ხო? ქონია ხუჭა თმა? ეგეთი მაქვს, კი. რას ლაპარაკ? ეგეთი გაქვს. მოდი მაშინ ხო არ თქვა? პასუხია და გასწარი. ირინა, შენ თუ ეს და გასწრეს? ნუ კაი, და ძალიან შენ თუ ხარ რატო შეხვდება რა? მოდი ნახოთ, მე მგონი ღირს უბრალოდ რომ გავიგოთ მაინც იმად ღირსად. აი, გავიგოთ ვინ. ეს თუ მართლა მაგრამ მე ვთქვი ირინას მე არ ირინა ონაშვილი. ხადი აწიდა ახალისოა ეს ამბავი. შემდეგი და რომელს გოგოა ვინ არის? ძალიან. ჩვენი სტუმარი უფრო ლამაზია რა დედას იცი. კი. ეს შეიძლება ჩვენს. კაი, შემდეგ. გავაგზავნე. შემდეგი თუ შეიძლება. დაგვასწრეს. აუ. როგორი ტოკი. ნათელია ვინც არის? ცანი, შენ ციცანი? აი, თქვით ვინ არის? აი შენ ხო აიცერი? მე მგონი შენ უფრო უნდა თქვა, მე არ ვარ შედაცლი. იკარა. მე მგონი. ხო, იკარაძე. რა თუ. მე მგონა ვერ ამბობდნენ. იკარა, ეს იკარაძე, ეგრევე სახე. არავის არ აქვს. ნანინა. გამოგიცნეს, იკარაძე, გამოგიცნეს. შემდეგი შეიძლება. ისა რა, აი, ესეთი დამახასიათებელი ის. ეგრევე ყველა ეგრევე, ანუ ერთი უნდა იყო რა. ინდივიდი. აბა ისეთი ვარსკვლავი რო გაქვს, რომ ვერ გწნო. რა აუ. ეს მე მაგ ვერსია. ბიჭო, პარიკი ხო არა? ნუ ხო, მესე გვიბდი. დავაჭიროთ? პარიკი არა. აი, ჩვენ გვაქვს ვერსია. ცოტა იმას ხო, ფსიქოლოგიური ტესტები რო არის, რას ხედავ იმ. ავიდან რო გადმოდის, რომ კითხაობთ, რაღაცა ძელი გზა. კარგი, ოკეი. გულია გამოღებული თითქოს. გითხარით, აბა რას ფიქრობთ? ჩვენ გაგვიჩნდა ეგეთი ვერსია, ირინამ დაადასტურა, რომ ეს არის ანიტა რაჭველზე, ვიფიქრეთ ჩვენ, რაჭველი. ანიტა რაჭველიშვილი. გავხსნათ ფოტო? ვაიმე! აი, სორესა მოსი ჩვენ ძმა. ორას მოდიში ძმა. ორეს ვერ გამოგიცავად. რა ვქნათ? უფრო კომპლიმენტი უთხარი. ორეს რა ვქნათ ძმა, უფრო სხვა მხარეს აგვიღო. აგვიღო რა ვქნათ, ჩვენი ბრალია. შემდეგი ილო. აუ, გავს. მაგრამ მე გაჩნია თმის გადენერგვამდეა თუ მანამდე. მე მგონი მანამდე არის და მანამდეა, იცი რატომ? იმიტომ რომ ისე მაქვს აპრეხილი, რომ არ დავიწვა, რომ თმები არ მაქვს. აი, იმდროინდელი ჩანს და. ილო არის. შეიძლება ანუ ეხა მაგით მე დამწვითმა, იმიტომ რომ მაქვს აპრეხილი, რომ შენ იმ ხელაზე გაქვს აპრეხილი, ნეტა მან მაგდენი თმები მქონდა, რომ მაგ ხელაზე ამეფრიქა კაცი. მე მგონი მართლა მე ვარ, იმიტომ რომ მე გამოგიცანი შენ და შენ გამომიცანი მე. ისა. არა, იცახით. დაასახელეთ. გონია რომ მე ვარ. ხო. ილო ბეროშვილი. გავხსნათ? არა. როგორ მგავდა? იფო, შემოამაზო, როგორ ვერ გიცანი. როგორ გვიყო? ნახე რა სახით გვიყურე. ნახე, არა აგირეკა. მოვალ. დაგენიან. კარგი, იმას შეეშალათო და. ჩვენი სალვადორ დალი. ჩეხე როგორ ვიყურე? შევწხვაში. აიო. მორჩა. მორჩეილა. მიცეს თამაში. მეგობრული თრე. მეგობრულია რა? ხო, აბა 2-2-ია მქონია. 2-2. თქვენ გაცილებით მეტი მოიგე. ხო, ჩვენ წინ ვართ, კი. ჩვენ წინ ვართ. თუმცა ეს ყველაფერი კიდე გაგრძელდება, ანუ მეტოქეობა გაგრძელდება შემდეგ თამაში, რომელსაც აი ამ წამსვე შემოგთავაზა. ვიკი, ტექსტი. ეს შემდეგ თამაშს ქვია
Age battle. Oh my god. ანუ რაში მდგომარეობს? აქ გამოჩნდება ორი ცნობილი ადამიანის ფოტო და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ ვინ არის ამ ეტაპზე უფროსი. შეგვიძლია მე მგონი. აქაც ორ გუნდათ ვარ. აუშვათ და დავცხოთ რა, ესე იგი ორი ცნობილი. ოპა, ეს რა ხდება? შერი და ვინ არის უფროსი უნდა გამოვიცნოთ. შერი და ბიძინა ივანიშვილიდან უნდა აი საჭლეტია. მოიც არც ერთი არაა ეხლა მთლა წიწყვი და მე ლოგიკას შემოგთავაზეთ. ბიძინა რო იწყებდა ბიზნეს, მაგ დროს უსმენდა Do you believe in love like love like love like love? აი, შესაბამისად ლოგიკურად რა გამოდის? დაგასწარი და გავაგრძელებ შენ და გამა მიდგა. შესაბამისად შერი გამოდის უფროსი. აკახიე რა. კაი, კაი. და თუ მოიგებთ მღერით მაგის სიმღერას. და გამოიწვია ესე იგი არგირა შერი ისედაც ბიძინაზე უფროსი ყოფილა და ამის მოსმენის მერე საერთოდ მაგრამ ბიძინასო უფროსი არ ყავს? სორი შენიშნა იყო. რა ხდება? რა სიულმანები? მართლაც რომ. ორივე. სამხრეთ ერთიც აფრიკა. და მეორე. ანუ ტოლები არ მოსულა? გორი წყვილი იქნებოდა. ფანტასტიკური წვილი კია. გოჯობია თუ ბიჭი. მე ჩვენი მირჩევნია. ჩვენში რომელი შედის? ჩვენი. კაი. ახარია უფროსია მოაშკარებია. ფოტოსო შეხედა. არა, ის არის უფროსი. გახარია ბევრი. აი ყოჩ, აი ისწავლე უკვე. უკვე შეგიძლია. ვიდრე რომ დღეს აბა თუ ჭორაობ, ვანიკო, რაღაც არა. არ დადგით ისინი, ვანიკო. ლასქორი და ვანიკოს ცხოვრების დევისია ეს ცხოვრება არის ჯუნგლები და ვინც დაასწრებს. აბა რა. ხო და აი მაგით მოვდივარ შენ დღემდე. ისწავლე. ოკეი, შიბისპიქრა. ყველა ვარიანტში შარლიზი არის დიდი. შარლი. კი ბატონო, მიღებულია ნახოთ აბა ტიჩკისა და ეს მე ასაკი თანაბარ შენ ვიკისე. ვანიკო რო იყოს ტოლები რა მოხდაო. ჩვენიერი გავატარეთ ეს აი და არც ეს ძმები. კარი კამან. მოიცა ფოტო დააკვირდი. შვარცნეგერი იქედან რა თქმა უნდა. თავის იმ დებაზრება აქეთ აქუსთან აქ ჩართვა რა. ახ რა კაი ჩართვა ეგ. არნოლდ, ერთი თუ კაი შორავეთ, შორავეთ მე არნოლდ. თქვათ ბოლოს. მოიცავ ერთობით რა კარგები არიან ორი. და მე იქით სტალონე უნდა ყავდეს სტუდიაში და იმათ დებატები უნდა ქონდეთ. კაი სანახავი. ახლა აქ რას ფიქრობ, ჩემი აზრით რა. ჩემი აზრით არნოლდი. აი სტოლობა ბიჭო დავით. არა, არნოლდი იცი რამდენი წლის არის? არნოლდი. არნოლდი, ჩვენი დაწერილი მე გამა. მგონია რომ არნოლდია. მეც და სწორი პასუხია. ბ არნოლდი. აუ! ბრავო, ბრავო. არნი. ბატონო ისინი ერთობა სიგარებს ეწევა და პატარა ცხენები ყავს რა. აბა შემდეგი თუ შეიძლება და აი მე კი მე ვიცი რომ გიორგი უფროსია. გაბუნია უფროსი. ასაკი არ მოსწონს მე ფანტასტიკური. მაგრამ რო შეხედა, აი უყურე, რო შეხედავ იმ ძმას, ეხა აშკარად გაბუნიაზე ორჯერ უფროსად გამოიყურება. ამ ფოტოზე. გაბუნიაზე ორჯერ პატარებიც ვიცი, რომლებიც გაცილებით ორჯერ უფროსად იყო გამოიყურება. და მაგიტო აღნიშნე რომ ვიცი. ამიტომაც გიორგი გაბუნია. მოიცა გაბუნია ხო იმას ინა ონაშვილმა მეორე უკვე თამაშზე დაამუღამა წითელი ღილაკი და ზედიზედ ისე გააქვნა. ისე ვაწუნებს რომ ქულაზე იღებს და აბა ეხლა იგივე მოხდა. ინა მართლა რა კაიგია შენთან ერთად გუნდში ყოფნა, ყველაფერი გამოიცნო. შენი. ოპა. ვაი მე მიშადა ვანდამი რა კარგია. მე ხა. მოვასწარი. მიშადა ჟან-კლოდ ვანდამი. უყურებდა რომ იყო დაახლოებით 30 წლის კრავოის სპორტს. ვეჰაისის ვიდეოზე. ჟან-კლოდი იქნება უფროსი ნამდვილად. ბიჭო შეიძლება მიშა უფროს იმდენი ხანია არა, იმდენი ხანია ჩამოდის რომ დიდი შანსია დროს ხვანაირად გადის მიშასთან დროს ხვანაირად გადის ერთი წელი 10 წლად ეჩვენება სამშობლოში ჩამოსვლის გარეშე ხედავთ რა ვთქვი ხო ამიტომ ერთი წელი ისეთივე მტანჯველია სამშობლოს გარეშე როგორც 10 წელი აი შემდეგი რა იყო და დაასახელეთ ეს კაცი კაცო მაგ ჟან-კლოდი არის ეს კაცი ჟან-კლოდ ვან დამ ჩვენც ესე მიღებულია ჟან-კლოდი უფროსი რომელიც ადამიანების ასაკს ადგენს აუ არა და რა ბიჭი იყო ოპა აუ ეს არის ერთადერთი ფორმატი მე ვამბობ რომ თავარი ბიჭები არის ერთადერთი ფორმატი სადაც შეიძლება რაიმე სახით ზუსტად ბრედ პიტი და გუბასტანიკიძე იყვნენ
ერთად მოხსენიებული. ეხა არ მითხრათ რომ ორივე მწვანეთ მოიწიჩკე. აი, ეგარი. უი, არ ქონდა არავის დავასწარი. ხო, ჩაგვანიკო, მაგრამ მე ტოლობა. კი. ტოლობა, ჩვენი პასუხია B, ტოლობა. ტოლები არ. აი, მეგ დაგეხმარე. ვიცი? რამდანა კომპლექსა ხალხო, აი. ბრედ პიტი ყოფილა. რა კარგია რომ დაგასწრეს. ეს სპეციალურად ხა. ხო, რა აურია. კარგი, შემდეგი. კაი ბატონო. ოპა. ფუ. ლოლა. რა შეიძლება? იკამელია. ვიცი. აი, ბიონსე. აჰა. და რა ხდება? რა ხდება და ვანიკო ცეკავს. ახლა და ვანიკო პრესტიჟის სკოლა მოიპოვა. ნუ რაღაცა მაინც ხონდა შეიძლება რომ დაუწყო. მოიპოვა და ცეკვავს. შემიძლები. ჩაურაკაია. რა კარგია. ფათაშორის ბიჭებო მე მინდა გითხრათ რომ კუსტბაზე ჩაკ ნორისთან ერთად ნარდი მაქვს ნათამაშები. მართლა? ხო, ვიცით გაგვახსენდა. კაი, ვიტყვი მოკლედ რა. ენიაზე ვინ არის უფროსი? ტოლები არიან. ტოლები არიან, კი ბატონო. ეგრე ფიქრო? ანუ ვასახელებთ ეს. თანაბარი, ტოლობა დაასახელეს მეტოქე. აუ, კაი და. ჩაკი, აბარა, ჩაკი. ხარი ნარდი მაქვს კაცთან ნათამაშები. გეუნები ეს არის რომ ძროსი. არ გითხრათ. შემდეგი მორჩა. ჩვენ კიდევ ერთი თამაში გველოდება და შევხედავთ საბოლოო გამარჯვებული ვინ გამოვლინდება. აბა ნახავთ. ჩვენ შემდეგ თამაშს ქვია გამოსახე ზღაპარი. ვა. აი ესე, ჩვენ აკვარიუმში გვაქვს ზღაპრის, ქართული ზღაპრის სათაურები და დაფაზე უნდა დავხატოთ. გინდა სახელს დავხატავთ, გინდა სიუჟეტს, რომ ჩვენმა მეწყვილემ გამოიწვია. რაღაცას რა ფორმითაც ავხსნით. უსიტყვოდ მხოლოდ ნახატით რა. აი როგორ მომიყევი ზღაპარს დაგიხატავ. ხო, აი დაახლოებით ეგ. მოდი მე ვიქნები საცდელი ბაჭია და პირველი მე დავიცი. მოდი მეგობრებო, გადმოგძანდით თქვენ საკითხარეს. მოგძანდით. აი ეს გთხოვთ, მადლობა. მე მინდა ვანიკო. მოგიწევს აუცილებლად. ვანიკო რახან საცდელი ბაჭია, მოდი ვმღეროთ გზადე მიდის კურდღელი, თეთრი პლანწია. დიდი ბრანჩია. მიდი. ოდიში, შეიძლება თქვენ უყურეთ, მე გავებ. ვაიმე. რაღაცინებს შენო. გორი გრაციოზული მოძრაობებით გადა. რითი მხატავ? ფუ. ვიწყებ. დაი, რას ხატავ? მითხარი. დამანახე. ეს არის იყო და არა იყო რა, მე? აპარი, რა არის ბიჭო ეს? ჩიტის თავიანი რა არის? ტრედ. ნახევარ ქათამა. ის ნახევარი როგორია? ანუ ამას ესე ვაპირებდი და ბოლოს ჩავხატე და წავშე. არც დამჭირდა. ოჩა. რა იყო ის? აპრების ხატვა ეს შენი ისე რამდენი ზღაპრის ჰობია. არ ვიცი ვისენება ეს ხატვა, მაგრამ თავი ეხლა დაეხა ოღონდ. თავის მეწყვილე და აბა ეხა თუ გამოიწვია. მე სწორი თქვა ნიკამ, ირინა გარანტიას გაძლევ რომ უფრო მეც გამოიცნობ ამაც დახატოს ვიდრე ჩემს და სამიტომ ნუ გეგონება რახან შენ გუნდში ვარ უფრო მეტი შანსი გაქვს, იმიტომ რომ საშინელად ხატავ. მოინდომე. ძალიან მოვინდომებ. შეიძლება შეხვდეს წითელ ქუდა და დახატოს ირმისა. მოდ ეგრე ეგონოს რო ეგ არის. არ გვაჩვენო? ჩაკუჭე მერე მანდა. მოკლედ ორი ვარიანტი მინდა დავხატო, მაგრამ ერთი მერთულება ცოტა და მოდი აბა ჯერ ამით და მამაღლა ფიქრობ? ხო, ჯერ ამით დავიწყე. შენ შუმად უნდა იყო, ხო? რას ხატავს ბიჭო? ზღაპარია რაღაცა? ზღაპარია? არის ჩქარო. მაშლი და ზაქარი. არ გაჩერდი გოგო. მურენს შეუძლია ვერსიების და ესე იგი ჯობდა მეორე დამეხატა, მაიცა? შეუძლია ვერსიების. არა, იმას ვერ დავხატავ, კაი, ერთი ბიჭო, როგორ მიყვარს ამ დროს რა? ეხლა მომდომები. როგორ დავხატო, ბიჭო, ეს? როგორია? რას ხატავს? ნეტარი შედახატვა უნდა. ვინ არის იგი? ერთი წამ დაფიქთი. ეს? რა არის ხუსლიანი ფეხსაცმელი და ხო. ალადინი. და აუ ის არის ვიცი, ის რა ქვია, კონკია. კონკია, ხო, გოგრა იყო ის. გოგრა და არც ერთი ვიცი და არც ერთი და ერთი გოგრა არის. აი გოგრა და ხა. გოგრას იცი რითი მივხვდი? აი ამ ისა. ხო, მეთქი ეგ არის გოგრა. ამ რაღაც ის იყო, რაღაც ფოერვერკი, რანე? ხო და გითხარი იმიშვით ძალიან გქონდა კონკიას ფეხსაცმელად დამეხატა და ალადინიო იძახის. აშალე შენი ნახატი. აზიურა. აშალე შენი აშალე ნახატი. მოაშთე.
მოკლედ ამ თამაში მეწყვილესთან გრიგოლიას ზალიკო ბერგერი შეუსახდა და აშალი ახავე. ნიკა შენ ეხა ძალიან ნიჭიერი ხარ და მე ძალიან ნიჭიერი ვიხარ, მაგრამ აი ეხა ეს ზღაპარი რანაირად. ოდ მე მიხსნით, მე უნდა გამოვიდე. ოკეი. ნუ რა ქულად და გვეწერება. ამას რა. ვანიკო. ჩემი ქულოთ ნუ ახლა თლად ისე შინას. არა, ეგ არა. რა არის ახლა ეს? აჰა. აჰა. ნახე რა კარგად ხარ. აი მე ვიცი. ასე. ასე. ეს ზღაპარი? კი როგორ არა. ეს ზღაპარი რა ეს არის? მინდა გავიგო და მე ზღაპარს შევა. ხან ჯიპი. ნე. ოპ. თმა აქეთ აქ გარბის. მოიცა? მოიცა ბიჭო. თუ სწორად მივხვდი. მოიცა ბიჭო. სავარცხელი გადმოვარდა. აბარა. აი ციკარა. და ციკარა. აქ ეს ხდება მე. ციკარა. გამოიცა. ბრავო! აი მე აი ვიყურები მე არ მითხარ დაინახე და გატრიალდი ხო შენ და იხმაურე? ხმაური კაი. ისევ ისე. შეტრიალდი. დრომა? კი. შეგიძლია ილიო, შემოტრიალდი. შეგიძლია ილიო. ილია, შენი გადახდილიო. ილია. ანჯერ მონახაზი გააკეთა. პანტომიმა მოაწყო შეხედე უცე. ვა, რა არის? ეს ჯერ ვერ ხედავ. ანუ ჯერ იმას ველოდები რომ დახატოს. აჰა, გასაგებია. მე მგონი ის გავიგე რა არის მგონი სა. აუ ეხა ეგ როგორ დავხატო? ეს ხომ რა ფეჩი? არა კაცო ერთი წამს. აბა იცი რა მომაგონა? სიზმარა როა მულტფილმი იმას აქვს ეგეთი სახლი. სიზმარას? რა ხატავს? ვაიმე შვილო. აი დედამისი რო იტყვის დაახლოებით ეგეთი მინდა გამოდი. ვაიმე დედი. ვაიმე დედი. ძალიან საკაიფოთ. ეს ვიღაც ის იქ? აჰა, თმაც აქვს. ბუხარში შეუკეთა რაღაც და ნაცარქექია. ეჩი თქვი, შეჩი თქვი, ბოდიში. მოდიოდა დასახმარე მოკრე. ნაცარქექია. რამდენი მე ჯერდა დგა ისე? ირინე გადმოდი ჩვენთან. ირინა ყოჩა. მე გავალ ზღაპარს ავიღებ და მოვალ. და ზღაპარი ჩამომიგდე. ამა ეს მსხალი ვაში. აბა დადექით პოზიციებზე. ოი ძალიან კაი იყო თქვენ. ფუშენიო, ნახე, ფუშენიო, რაღაცა ცუდად არის ჩემი საქმე. არა, ჩინელი მწერალი იყო ეგეთი ფუშენი. რა ხდება? ფუშანი. სხვა მხრიდან შემოული საკითხი. ანიკო აბა შემოუ. ასე იგი. შემოუღორე ზმაო, შემოუღორე. სხვა მხრიდან რა ის ხარ, ვიცით რომელი ხარ ეს? აჰა. დიდი დათვის თანავარსკვლავედი. თითქმის. მივხვდი. რას მივხვდით ბიჭო? ხუთკუნჭულა? ხუთი კონტროლი. აი რა ნაი. ეგრევე ხუთკუნჭულა კი არ დახატა. ვაფშე სიუჟეტი არ მახსოვს და რა. ხუთკუნჭულა ისედაც როგორ უნდა გამომდი? არა, სხვანაირად. ხო, ჩემი ამბავის არ მახსოვს. ირინას დიდი განსაცდელის დრო მოვიდა. აი, ნახოთ. აუ ეხა. ასივე ფურცელი დახატა გეხვეწები. ასფურცელი. აუ იმედია კიდე რამე ისეთი ზღაპარი შეხვდება ხოლმე სადაც ციფრები ურევია რა დავხატო და მე მორჩა. აი ეს იმდა. ხო. 4 ასფურცელი. ეგ არის რა. ეხა ნიკოს ჯერია, ხო, ნიკოს. ჯერი შემზეა. აუ გადა. ჩემი ჯერი არის. 100-იანი როერი. ვიძიავ. მართლა ასივე ფურცელი რო დამეხო და კაი იქნება. რა დაიწყო ამან ახლა რა? ეს ვინ არის? გონი ლოკოკინა ან ჭიანჭველა. ეს რაღაც საყვარელ რაღაც. ჭიანჭველა. აუ, მე მივხვდი, მაგრამ ბოლომდე უნდა დაგახატინო. წილი. შენ თუ იმას გაარჩევ რომელი არ წილები. როგორები არიან. და შეგვეთე. აი, ახალი სახელი შეგარხო. და რომელია? ეს არის წილი. რომელი? ხატაზე. მე ვარ ღორი. მე გადავწყვიტე რომ ეს არის ჭიანჭველა. ეს არის წილი. ირინას ჯერია. ჩემი? დიახ, ირენ. დიახ, ირინასი. ეს თქვენ. ლო ირინა. დაფიქრდა რაღაცა ადვილი არ არის, ილო მოტრიალდა შემოგვაზე. შეგიძლია მოტრიალდე.
ირინა, ნახე, არ არის აუცილებელი რომ დახატო ის. აი, მივხვდი. რაღაც სახელით შეგიძლია ნახე. შეატრიალო. როგორ შეთამაშდნენ, ნახე? აბა. ნახე როგორ შეთამაშდნენ, ბიჭო შენ. ბიჭო შენ. რაღაც ვიღაცას გზნობ უკან და მე ვარ მე. ხსლოპარა. ხო. აბა? უი, ესა მე მაქეჭვი Beauty and the Beast-ში იყო ერთი ყვავილი, რომელიც იყო ხოლმე. ხამეცენი ფოთლები წინოდა. აი, ხო, რა დრო კი. ძალიან მეგობრებო, ძვირფასებო, ძმებო, დებო, სტუმრებო, მასპინძლებო, მე მგონი მშვენიერი თამაში ჩატარდა. მეგონა სადღეგრძელოს ამბობდი რა. სადღეგრძელოს ვამბობ. ხო. მე მინდა ეხლა მე შემოგთავაზო. მინდა შემოგთავაზოთ ახლა კიდევ უფრო გავხალისდეთ, მაგალითად, აი ჩვენმა სპონსორმა უკონტაქტო ლიდერ კარდი გადმოგცა. რომელზე 500 ლარი არის დარისხული. ასე რომ გილოცავთ მშვენიერ თამაშს, დიდი მადლობა ირინა რომ ასე გემრიელად ითამაშე ჩვენთან და გაგვახალისე. მადლობა რომ გამახალისეთ და მადლობა შენ რომ მოხვედი და ასეთი კარგი. აბა რის ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ლამაზი ხარ, მშვენიერი და მიყარხართ.